გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის ეს ჩვენი ახალი ვლოგი. სადაც ჩვენ ესე იგი შევიკრიბეთ ჩელეების მეპატრონეები და მუსტანგერები, ერთობლივად დავგეგმეთ ეს ღონისძიება და დღეს მოვედით იმისათვის, რომ ტრადიციულად, როგორც ყოველთვის გავერთოთ. მოკლედ, ესე იგი, შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ კადრებს, იქნება საკმაოდ ბევრი დრიფტი, იქნება ულამაზესი მანქანები, ჩვენ ვართ ავტომოყვარულები, რომლებსაც პირველ რიგში რა თქმა უნდა გვიზიდავს და ძალიან გვიყვარს ამერიკული მანქანები. მოკლედ, დანარჩენს ვიხილავთ ვიდეოში. Never fucking with a lane, we'll be riding in the mist, nah. Like I'm riding with your bitch, got a tens in me pocket and a bottle full of tricks. 5 racks in the bank, put it all up on me wrist. Never fucking with a lane, we'll be riding in the mist, nah. Night time and I'm creeping to the mansion. Fluff gems on the neck, stay dancing. Bands in the limestone, close up, comes from backstage, pass to the wall and I'm handsome. შემოვედით ახლა უშუალოდ ტრეკზე, სადაც ჰიტა უკვე თავის ვიდეოს წერს და აკეთებს და ჩვენს მივალთ ახლა და გავისაუბრებთ. როგორც შეგგვირდით, ჩვენ ვართ ჰიტასთან სტუმრად და ჰიტას პირიქით ჩვენთან სტუმრად. თქვენს ახსნით. გენაცვალე, კი ესე ჩვენ ვართ წარმომადგენლები მოკლედ Mustang Theme-Up Georgia-ში და შენ ასევე ყავს ჩელენჯერი და მინდა შეგითხრა დაგისვა, რატო აირჩიე ჩელენჯერი რა? ესე რაციონალურად არ ამირჩევია. გულმა საიდაც წამიღო მაგის მიხედვით, ანუ ეს ბევრ მანქანას ვხედავდი, რო გაიული და ბევრჯერ გამხედავ და სულ ჩელენჯერი რა, ეგეთი შეგრძნება მქონდა და მე უკვე როცა გადავწყვიტე რომ ჩემს საოცნებო მანქანა მიყიდა, აუცილებლად ჩელენჯერი უნდა ყოფილიყო. ხო, პრინციპში ჩემი ბავშვობის ოცნებას ჩელენჯერი იყო, მაგრამ რატო გადავწყვიტე სამსტანგერში როგორ მოხდი, აბა. Mustang რო ვიყიდე, არ ვიცი, მაგრამ მთლიანობაში როგორ რაღაც არის, იცი? მე მეგობრობს ძალიან. კი, რაღაცა თითქოს აი ჩემი სულის ნაწილი არის და საინტერესო ის არის, რომ მე ეს მანქანა რო ვიყიდე და ბიჭები რო გავიცანი, ამ ბიჭებმა კიდე უფრო სხვანაირად შემაყვარეს და დამანახეს ეგ ყველაფერი და ჩვენ მოკლედ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახის წევრი ვართ, მოკლედ და ჩელენჯერებთან რა თქმა უნდა ვმაკაცობთ, მეგობრობთ რა და ყველა მოკლედ ერთად ვართ ყოველთვის. ასევე მაინტერესებს რა იცი, რაღაცნაირად ესეთი განსხვავებული ფირი არის და მაგრად მომწონს და აი ამაზეც რო გვითხრა, ვინ არიან ეს ბიჭები, ვინ გაგიკეთა, რანაირად მოხდა, სად მოძებნე, რა, ძალიან მაგრები არიან რა, იმიტომ რომ რაღაცა სასაული ვიზუალი არის რა. ხო, ეხლა ვიღებდით ვიდეოს მაგრამ განსაკუთრებული ისა რაღაცა. აი მაგაზეც რო ეს არის ახალი ტექნოლოგია, კიკა ფექტორიმ გამიკეთა მე ეს ფირი. და ბევრი რაღაცა ისეთი ნიუანსია, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მაგალითად ფირი შესაძლებელია გააკეთო შენი custom design-ი, ასე ვთქვათ, რაც გევასება, ზუსტად რაღაცა 3D მოდელი შეიქმნება ჯერ, შენ გემოვნებაზე მორგებულად, ასე ვთქვათ, და შემდეგ დაიპრინტება და გაუკეთდება ვრაპი და ასევე დამცავი ფირით შედის ამ მომსახურებაში. და დიზაინშიც გეხმარებია, ან რომ შეარჩიო მათთან ერთად თუ ორი ამბავია, ერთი არის რომ არის სპეციალური სტოკ საიტი, სადაც 1000-ობით გამზადებული სხვადასხვა დიზაინია, ყველანაირ მანქანაზე მორგებული. და შეიძლება შენიც გააკეთო და მაგაშიც გეხმარებიან კი. აჰა. და მე ჩემი გავაკეთე. ეხლა ეს ზოლები მაგრად მომწონდა ყოველთვის. ძალიან ლამაზია და განსხვავებულია რა. ეხლა 60 ხარი თან სომინდოდა რომ მანქანა ყოფილიყო უკიდან სხვა ფერის და წინდა სხვა ფერის. ეგეც ძალიან მომწონდა. არა, ძალიან მაგარი გამოვიდა. საბოლოო ჯამში ფაქტია რომ მაგარი გამოვიდა, ალბათ დამცავი ფერიც გაკეთებული, სავარაუდოდ. დამცავი ფერი შედიოდა ამ მომსახურებაში. აჰა, ძალიან მაგარი არის. მოკლედ ეხლა იმდენი ვიდეო გადაიღე და ჩაწერე და ჩვენს მოკლედ ესე ვართ, დაღლები ვართ, მოკლედ ყველანი ხო და ბოლოს მაინც მუსტანგების გავლენაზე გეტყვი კიდე გურგენას უნდა გავუკეთო შავოთავი. კი. იმიტომ რომ ჩემ ახსენებს მე კიდე ბევრი მაქვს გურგენაზე სალაპარაკო, იმიტომ რომ მისი წვლილი არის დიდი იმაში, რომ აუცილებლად ვერ ვაძრავი შევიზინე. იმიტომ რამდენიმე წლისი ამ მანქანებზე ბევრი არაფერი არ ვიცოდი საერთოდ. და გურგენას წვლილი უდიდესია იმაში, რომ მე აუცილებლად ვერ ვამეყიდა
როგორი უნდა ყოფილიყო და ესე ვთქვათ დამაკვალიანა მაგრად რა. ინანებდი რო გეყიდა 3.6, ანუ 6 ცილინდრიანი ნამდვილად ინანებდი, მე მოგინდებოდა უეჭო. ხო და ეგ არ ვიცოდი მაშინ, როცა ჩელენჯერი მინდოდა რა თავი. ძალიან მაგარი არის, მოკლედ. გურგენ და კი ჩვენი ერთ-ერთი ადმინი არის, სული ჩამგმელი ამ ყველაფრის და მაგარი კაცი არის. გურგენ, მოკითხვა ჩვენგან. და ასევე მინდა ბოლოს ერთ შეკითხვას დავუსვამ ფიტას. სოფლიოში ყველაზე საუკეთესო ქალაქი რომ მითხრა. ქუთაისი, რა თქმა უნდა. რა ფიქრი მაგას უნდა? განაცვალე. რაშენო მანქანა არ არის, შენი არის დოჯი. ბიჭო, ყიყავს, ჩელე, მაგრამ მაინც გული მუსტანგერისა აქვს, მაინც. მაინც ხო ამგია დოჯელია. შემოგევლე. ჯოჯოხეთი და გამოგწევ. ამას ხო სულ ჯოჯოხეთის მანქანები ყავს რა, იმენა. მოკლედ ანა, საქმე გაკეთებულია და კორვეტი არის რა, რომელიც დრაგზე დადგება. რამდენი ცხეზეა? არ ვიცი თვითონ გვეტყვის კოსტია, მე გავიაროთ. კონსტანტინე, ეს შავი კორვეტი რო არის რა. ხო. რომელ მანქანას უნდა დაუდგეს? X6-ის M. იმას რამდენი აქვს ცხენი? ქარხნად 625 უწერია, მაგრამ გაკეთებულია? გაკეთებული არ არის, მაგრამ ნუ ხოიც BMW-ს სტოკებს მაინც ცოტა მეტი აქვს ხოლმე. ხო. ამას ნაკლები აქვს სავარაუდოდ, მაგრამ მაინც სულუკია. ხო, გამოვა რაღაცა. შეიძლება მაგათი. კი, სავარაუდოდ მოკლედ ერთი ის არის რა, კონკურენციაში ერთად არიან და გამოვა რაღაც. ხო, რაღაც გამოვა. კარგი, მაშინ შევალ ერთ წრეს ვივლი ტრეკზე, ტრეკის სიარული იმას უკან გადავიღო და მეორე წრეზე უკვე ვიწყი ალექსას წესდავს და ჩიქით. კონსტანტინესაც უთხრათ ეხლა თვითონ რა, წავიდე. კარგი რა. ძალიან პატარაზე, აი ერთს რო დააფარებ, უკვე მოცურებული ყავს რანქანა რა. და მაგიტო შეხედე აბაროტი არ დაარედლაინო, ვაფშე არ ჭირდება რედლაინი რა. დაახლოებით ესე 5-თან დაიკავე რა. 4 ნახევარი, 5, 5 ნახევარი. აი ეგრე, სო, კაია, მიდი. კაია. ეხა. კაია, მიდი. ნელა, შეაპარე. Молодец. Каია. კი, სწავლობ. Მიდი, იგივე. აი, გარშეილე, აუ, დამავიწყდა აქ რო ვიყავით. აუ, ბოდიში რა. დამავიწყდა აქ რო ვიყავით, ეთასი სორსო აღარ ვისა. კაი, ისო. Разгадал, выходи. Мы ходим. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რუსთავის ტრეკის დირექციას იმისათვის რომ ჩვენ ნება დაგვთეს რაც წესით აკრძალული არის 3 მანქანის შესვლა ერთდროულად შეგვიშვეს 3 მანქანა და ბიჭებმა აკეთეს სასწაულები რომელსაც თავისთავად თქვენ ნახავთ ვიდეოში და დარწმუნებული ვარ მაგრად მოგეწონებათ რა დაცული არის მაქსიმალურად მოკლედ აქ უსაფრთხოების წესები ესეც უნდა აღინიშნოს და არის ძალიან კარგი რაც ყველგან არ ხდება და ყოველთვის ყველას მოუწოდებ ხოლმე რომ როცა ჩვენ გვჭირდება და ჩვენს გულს უხარია დრიფტის კეთება და რაღაც კვამლის გამოშვება და დახარჯვა ჩვენი ენერგიის ყოველთვის მოვიდეთ აი ესეთ ადგილებში რა ძალიან მაგარი დღე გამოვიდა გავერთეთ და ვისიამოვნეთ მოკლედ ყველამ ვინც დავესარით დღევანდელ ღონისძიებას ესეც არის ამ ვიდეოს დასასრული და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი